გამარჯობა, აუზზე მოვედით. რა უჩნაური დასაცმელი გაწვიათ? მთელი დღე უჩვეულო სტუმრები მყავს. პირდაპირ სამსახურიდან მოვდივართ და სად მუშაობთ? ბიზნესმენები ვართ. რა ბიზნესი გაქვთ? გვინდა რომ გითხრათ, მაგრამ არ შეგვიძლია და გვიჯერენ. სინამდვილეში არ მაინტერესებთ. თუ შესვლის საფასურს გადაიხდით, შეგიძლიათ შეხვიდეთ. კარგი, მადლობა. შეჩერდით. ჯერ კბილეული უნდა შეგიმოწმოთ. კბილეული? ჩვენ ამას საერთოდ არ ვჭამთ. ჩვენ ამას არ ვჭამთ. ჩვენ ვჭამთ მხოლოდ იტალიურ პიცას და პასტას. და ჩანთაში რა გაქვთ? ეს ჩვენი ოქროა. შეიძლება ვნახო? მხოლოდ ერთი თვალი. რატო? ეხლავე აღიარეთ, მანდ კბილეული გაქვთ? ეს უბრალოდ ოქროა. რად გინდათ ეს დაწყევლილი ოქრო? რას გააკეთებთ ამ ოქროთ? თილკვიანებით უნდა დავმარხოთ უსაფრთხო ადგილას, რათა არავინ იპოვოს. და აი ამაში რა გაქვთ? ეს გიტარაა. გიტარა? ვისატყუებ? კარგი, თქვენ გამოიცანით, ეს გიტარა არ არის. მაშინ გახსენეთ. არ შეიძლება, რომ გავხსნათ თვითმხილველი გახდებით. თვითმხილველი? ეხლა ვეთაბრიკავ პოლიციას. ჩვენ თქვენი კლიენტები ვართ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? მაგრამ თქვენ მაფიოზები ხართ. თქვენ რა არ იცით, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია? ო, დამოვიწყდა. შემოდით. ეს ოქრო დაწყევლილია. არ შევეხები. უბრალოდ მანქანას ვიყიდი ამ ოქროთი. გენიოსი ვარ. მოიცადეთ, ეს ხომ შოკოლადის მონეტებია. ეს რას ნიშნავს? ჩემს მოტყუებას ცდილობდით? აქ აღარ დაგინახოთ, წადით. რა მოხდა, რა ველაპარაკობ? შევამოწმე, აქ ოქრო არ არის. წადით აქედან.